გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურს სამიტის დაწყებამდე კომუნიკაცია ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან. უკრაინული მხარის ინიციატივით კი გაიმართა ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრაფიკის სქემების გამოვლენის კუთხით საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ჩემი კოლეგა ქეთი მამრიკიშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. სომხეთიდან ქეთი გისმენთ. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. ირაკლი კობახიძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გააძლიერა ძალისხმევა ნარკოტიკების ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ქართულმა მხარემ გამოავლინა 154 საერთაშორისო ნარკოტრაფიკის შემთხვევა, რაც რა თქმა უნდა დადებით გავლენას მოახდენს ევროპაში ნარკოტრაფიკის დინამიკის კლების კუთხითაც. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა ინტენსიურად ითანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა გაუზიაროს გამოცდილება და ასევე საქართველოს მისწავლოს პარტნიორებისგან თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემას და მზაობა გამოთქვა ასევე საერთო ინიციატივები შემუშავდეს ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრაფიკის გამოვლენის კუთხით. საქართველოს როგორც ქვეყანა მოგეხსენებათ სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია. მანამდე ჯამში მხოლოდ 8000 პატიმარი ყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87%-ით. გამოვავლინეთ 154 საერთაშორისო ნარკოტრაფიკის შემთხვევა, რასაც რა თქმა უნდა დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრაფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვები. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას. მზად ვართ საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრაფიკის სქემები გამოვავლინოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს და შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ. როგორც ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები აცხადებენ, მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტის შემდგომ გაძლიერებაზე და გამართულ აუდიენციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში ერევანში მე მქონდა შეხვედრა ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო განვითარების მრავალ საკითხზე. ასევე ვისაუბრეთ ევროპულ ინტეგრაციაზე და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე გლობალურ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთსაცარგებლო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ კონტაქტს. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტის ფარგლებში ასევე საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობა მიიღებს პანელურ დისკუსიაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იქნება დაკავშირებადობა და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოს პოტენციალზე ამ კუთხით და რა თქმა უნდა განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს შუა დერეფანზე, რომელშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ჩვენი ქვეყანა ასრულებს. ეს ქეთი მამრიკიშვილი იყო, მადლობა ქეთი.
სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის გახსნამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შესაძლებლობა ისევ ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის გამოიყენა. კაია კალასი საქართველოს ამჯერად ერევნიდან აკრიტიკებს და აცხადებს, თითქოს ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. რის საფუძველზე საუბრობს დემოკრატიულ უკუსვლაზე არგუმენტები კალას არ დაუსახელებია, თუმცა ყურადღება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაამახვილა. კალასის მხრიდან გაჟღერებულ დაუსაბუთებელ ბრალდებას მმართველ გუნდში პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ თბილისი ჯანსაღი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა დირექტივების ენით საუბარს არ დაუშვებს. ამასთან სახელმწიფო გუნდში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ურჩევენ საქართველოს უარგუმენტო კრიტიკის ნაცვლად, დრო ევროკავშირის წინაშე დღეს არსებული პრობლემების ობიექტურად შეფასებას დაუთმოს. ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე. თუ ჩვენ შევხედავთ გეოგრაფიას, ვნახავთ, რა ქვეყნებია ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია საქართველოც, რომლის ხელისუფლებაც არ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც შეესაბამება მათ განცხადებებს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით და არასწორი მიმართულებით მიდის. ეს ასევე გვაძლევს შეზღუდვებს მაგალითად დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. დადებითია ის, რომ გეოგრაფიის თვალსაზრისით სხვადასხვა მიდგომები ერთგვარ მიდგომით შეიცვალა და თვალი გაუსწორეს მსოფლიო რუკას, პოლიტიკურ რუკას მით უმეტეს, მაგრამ გაცვდა ის ფრაზა, სადაც პრაქტიკულად არასწორ, უსაგნო და თითიდან გამოწვეული მიზეზებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგენელის დაკნინებას, იმგვარად წარმოდგენას, რაც აწყობთ ცალკეულ ევროჩინოვნიკებს, სინამდვილეში მოცემულობა არის აბსოლუტურად სხვა, პოლიტიკა უნდა შეცვალოს ევროკავშირმა, დამოკიდებულება საქართველოსადმი უნდა შეცვალოს ევროკავშირმა და ეს ყველაფერი დღითი დღე უფრო მეტად დადგება აუცილებლად დღის წესრიგში იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც არსებობს დღეს ევრაზიის კონტინენტზე, რაც საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის როგორც შუადერევნის აუცილებელი ფუნქციის მატარებელი ქვეყნის როლის თვალსაზრისით შეიძლება იყოს. Საერთოდ კალბატონი კალასი ადგას დემოკრატიის უკუსვლის გზას, მაშინ როდესაც ჩვენ გვიწურებენ დემოკრატიას, თვითონვე პირდაპირ დემოკრატიის საფუძველს უგულებელს. ამაშია საქმე, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც სამწუხაროდ არის გარედან მართული, რომელიც არის კრიტიკის საგანი მთელი ევროპის მასშტაბით, ეს არარჩეული ბიუროკრატია არ წარმოადგენს ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს და მათი განცხადებებიც ნაკლებად ყურადსაღებია, მაშინ როდესაც მაგალითად ერთ-ერთი ევროკომისარი საუბრობს, რომ არ უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას პატევი და ისინი ყველანაირ გზას ეძებენ, რომ შავი ფული შემოიდარონ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის კიდევ ერთი დემოკრატიული უკუსვლის თვალსაჩინო მაგალითი. კაი კალას ვეტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას გაეცნონ, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება თვითონ ევრობიუროკრატია და ევროკავშირი. ამას მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე და ნებისმიერი თავდაცვის სისტემების უკუსვლით, აი ნებისმიერი რაც გნებავთ ევროპაში მიდის ყველაფერი უკან და იქნებ თავის თავში მოძებნონ თუ რა ხდება მათ თავს. ჩვენ ისე ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით ჩვენ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ საქართველოში. უნდა ჩვენთან საუბარი, ჩვენ მზად ვართ. უნდა ჩვენი ბრძანებლობა, ჩვენ ამისთვის მზად არა ვართ. ევროპარლამენტის 14 რეზოლუცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და საბოტაჟის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად ილჰამ ალიევი ევროპარლამენტს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე აზერბაიჯანის დელეგაციის მიმართ დაწესებულ უსამართლო სანქციებსა და იმ რეზოლუციებზე საუბრობს, რაც ცილისწამებასა და სიცრუეზეა აგებული. ილჰამ ალიევის განცხადებით ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღადგენს, სეპარატიზმს ბოლოს უღებს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგებაში აძლევს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპარლამენტს ურჩევს დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ნაცვლად საკუთარი წევრი ქვეყნების ისეთ ფუნდამენტურ პრობლემებზე იმუშაონ,
როგორიც ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკაროთა პრობლემებია. ილჰამ ალიევის კრიტიკასა და მწვავე ბრალდებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უპასუხა რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპული საბჭო მუშაობის წესს და პოზიციებს არ შეცვლის. ცნობისთვის აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, იწყება ევრონესტში წევრობის შეწყვეტის პროცედურაც. სურს მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის, თუმცა ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავნეს. მათ შორისაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის იმ პერიოდში თავადაც აქტიურად მონაწილეობდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არასოდეს შეხებია რაიმე სახის შეზღუდვა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს დაუსვა წერტილი. ჩვენ თავად აღვასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული 4 რეზოლუცია, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქახალზე არსებობდა. 4 თვის შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟზეა ორიენტირებული. 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ 2021 წლის მაისიდან 2026 წლის 30 აპრილამდე ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ 14 რეზოლუცია 5 წელიწადში. ეს უკვე ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია კი სულ 4 დღის წინ უშუალოდ სამიტის წინ მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობის პრობლემები, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილიწამებასა და სიცრუის გავრცელებაზეა გადართული. ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღადგენს, ბოლოს უღებს სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგება შეაძლევს. ევროპარლამენტის ქმედებების საპასუხოდ აზერბაიჯანის პარლამენტმა 1 მაისს ოფიციალურად შეაჩერა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. შეაჩერა მონაწილეობა ევროკავშირი აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება წევრობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტების ფარგლებში ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებებს. სურს კოლეგებს მივაწოდო ინფორმაცია ამ საკითხზე მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა არ დარჩეს ადგილი დეზინფორმაციისა და манипуляციებისთვის. მინდა ნათლად ვუპასუხო და ხაზი გავუსვა, რომ ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო, რომელიც შედგება პირდაპირ არჩეული წარმომადგენლებისგან. მისი რეზოლუციები მიიღება უმრავლესობით და მიუხედავად იმისა, რომ მათი შედეგები შეიძლება ზოგიერთისთვის არასასიამოვნო იყოს, ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენი მუშაობის წესს და ჩვენს მიერ დაკავებულ პოზიციებს. ილჰამ ალიევის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ ქართულ ოცნებაში. ევროკავშირის მხრიდან მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები არ უკვირთ. ამბობენ, რომ აზერბაიჯანის კრიტიკა სამართლიანია და ევრობიუროკრატია დირექტივების რეჟიმში მუშაობს. რომ გადავხედოთ მსოფლიოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და საერთოდ მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებები წარმოიშვა ყოფილ მოკავშირეებს შორის, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. მთელი რიგი საკითხებია, რაზედაც არ აქვს კონსენსუსი. ამ რაკურსით უნდა განვიხილოთ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირთან განვითარდა. ჩვენ საკმაოდ მძიმე ურთიერთობა განვითარდა ჩვენსა და ევროპარლამენტს შორის, მაგრამ ჩვენი ხედვა ამ პერიოდში განსხვავდება აზერბაიჯანის ხედვისაგან. გასვლას რასაკვირველი არ ვაპირებთ. ჩვენ ფიქრობთ, რომ აი ამ ურთიერთობით, ინტენსიური ურთიერთობით თუ არ მოვაგვარებთ ყოველ შემთხვევაში კამათის საგნები და კამათის შინაარსი გავხადოთ ნათელი ჩვენი საზოგადოებისათვის, რათა მათ გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. აზერბაიჯანს თავისი ხედვა აქვს და ხშირ შემთხვევაში აზერბაიჯანის პრეტენზიები ევროკავშირთან მიმართებაში საკმაოდ ობიექტურ საფუძველზე დგას. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ჩვენთვის არის
იმის წინაპირობა რომ ადრე თუ გვიან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილებები ჩვენს მიმართ მიღებული. პარალელის გავლება რასაკვირველია საჭიროა, შეიძლება აუცილებელიც არის, მაგრამ ჩვენი მიზნები ევროპასთან ურთიერთობის თემასთან მიმართებაში საკმაოდ ჩამოყალიბებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, ვინც ევროსტანდარტს პასუხობს ყველა მაჩვენებლით. ასეთ ვითარებაში გამტკიცებაზე კი არ იმუშაო, არამედ ამ პრობლემის ხელმეორედ შემოტრიალებაზე, რომ რაც შეიძლება დაიძაბოს სამორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ყოველ წარმოუდგენელი. მაგრამ არანაირი საფუძველი იმისა არ მაქვს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებას არ დაუჯერო, რომ ისინი ასე უხეშად ერევიან და ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის. ევრობიუროკრატიას და ევროპარლამენტს საერთოდ უჭირთ თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა. მათ შეუძლიათ მხოლოდ დირექტივების რეჟიმში მუშაობა, რასაც რა თქმა უნდა ვერც აზერბაიჯანი აიტანს და ვერც საქართველო ვერ აიტანს და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ მათზეც ასეთი ზემოქმედების საშუალებების გამოყენება უნდათ. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში კლანებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ყოფილი დამოქმედი ნაციონალები ისევ ურთიერთბრალდების რეჟიმში რჩებიან. სააკაშვილი ალიანსის წევრების კრიტიკას არ წყვეტს, მან კიდევ ერთი განცხადება პატიმარ ნიკამელიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა, რომ მისი წერილიდან ვერაფერი გაიგო. ნაციონალური მოძრაობა კი მოკავშირეებს მათი ლიდერის წინააღმდეგ განცხადებებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებს. მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე განიხილება ნაცმოძრაობის ალიანსიდან გასვლის საკითხიც. მმართველი გუნდი კი უცხოელი პატრონების დაკვეთით შექმნილ მორიგ ალიანსს კრახს უწინასწარმეტყველებს. ნიკამელია, რომელმაც ვრცელი წერილი მოიწერა. წერილი, რომელიც მართალია მე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე, ის რომ მე არ მოვწონვარ. მათ ვერ აღიქვეს სწორად ეს განცხადება, რომელიც თავის დროზე გაკეთდა და ზოგადად სამწუხაროდ პოლიტიკურ სპექტრში ახასიათებთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადების კეთება, გონიათ რომ ამით რაღაც პოლიტიკურ კაპიტალს იძენენ, თუმცა რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, არის უცვლელი, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. ერთადერთი ჰარმონიული კავშირი მათ რასთან დაკავშირებითაც აქვს, ეს არის მიღებული დავალების შესრულება. არც მათ ეკითხებოდა არავინ წარსულშიც და არც ახლა რომ გაერთიანებულიყვნენ თუ დაშლილიყვნენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება პატრონებისგან. მიიღეს დავალება, რომ აუცილებელია ეგრეთ წოდებული ალიანსი, რომ როგორმე საზოგადოება მოადგმონ და როგორმე პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მაგრამ მათი პატრონი ვერ მივიდა ერთ მარტივ დასკვნამდე ჭეშმარიტებამდე, რომ ძველი ნაცები რაც არ უნდა დააყო, დააშალო თუ გააერთიანოს, საბოლოო ჯამში მაინც მათი ფასი ნულად არჩევს. ვერანაირი პერსპექტივა ასეთ გაერთიანებას ვერ ექნება, იმიტომ რომ რესურსი აქვს ნული, რაც თავარია ხალხის მხარდაჭერა აქვს ნული და ერთმანეთის აუტანლობა აქვს უმაღლეს დონეზე აყვანილი. აი ესეთ პირობებში, როცა ხალხის მხარდაჭერა ნული გაქვს, რესურსები ნული გაქვს და ერთმანეთის აუტანლობა გაქვს უმაღლეს რამში აყვანილი, რა პერსპექტივაზე შეიძლება იყოს საუბარი. ვერაფერს სიახლეს ვერ გეტყვით, როგორც მკვდრად იშვა ეს ორგანიზაცია, ასევე დაიშლება ყოველგვარი სახის შენარჩუნების გარეშე. სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებებისთვის მისულმა მიხეილ სააკაშვილმა ნაცმოძრაობის ბოლო დროინდელ ტაქტიკასაც მიმართა მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა, თქვა, რომ მისი მმართველობის დროს ეკლესია გაძლიერდა და მისი მესიჯბოქსი ერთ-ერთში გაიმეორეს მისი პარტიის წევრებმა. სახელმწიფო გუნდში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის მცდელობები უშედეგოა, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ არბევდნენ ეკლესიებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდში, მათ შორის იხსენებენ 2004 წელს, როდესაც გლდანის ეკლესიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფაქტს, როდესაც სპეცსაზმელებმა ტაძარში შტურმით აიღეს და მრევლს სასტიკად გაუსწორდნენ. არც ერთი მმართველობის პირობებში საქართველოში ეკლესია არასდროს ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი მმართველობის დროს. 300 ეკლესია აღვადგინეთ. რატომ არ ვლაპარაკობთ ამაზე? რატომ ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები? ჩვენ პერიოდში გარემონტდა, აშენდა, რესტავრაცია გაუკეთდა, მართლა ათობით თუ ასობით არა, ტაძარს, ეკლესიას და რა თქმა უნდა ჩვენ ვიყავით ეროვნული ხელისუფლება, რომელიც იცავდა ჩვენ ტრადიციულ ღირებულებებს და ამ ველზე ჩვენი, ესე ვთქვათ, ყოფნა არის აბსოლუტურად ბუნებრივი
და ამაზე ქონდა გაკეთებული, ამაზე გააკეთა აქცენტები მიხეილ სააკაშვილის. წინა განცხადება იყო პირდაპირ ეკლესიის საწინააღმდეგო, იყო პირდაპირ ეკლესიის დისკრედიტაცია, ქართული ეკლესიის რუსულად მოხსენება, ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქეთაც რაც არ უნდა გაიკეთოს, როგორ ხელოვნურადაც ჯვარი არ უნდა ჩამოიკიდოს და არ ლოცვები არ აღავლინოს, ვეღარავინ ვეღარ დაიჯერებს, რომ მას რაიმე წმინდა აქვს შერჩენილი. Რა თქმა უნდა, ამ პირობებში, როდესაც ის ყველანაირად უპირისპირდება, ახლაც კი ალბათ ყველას ადულად გვახსენდება ის დიდი სატვირთო მანქანა მიმდგარი ეკლესიას, რომელიც ანგრევს და მისი ჩინოვნიკების ბედნიერი სახე, როდესაც ამას უყურებენ და არა მხოლოდ. ჩვენ ვიცით, როგორ უხეშად ერეოდნენ მისი სტოვრები, გიგი უგულავას და სხვათა ფორმით პატრიარქის გადაწყვეტილებებში და როგორ უნდათ, რომ ამ გადაწყვეტილებებზე კონკრეტული გავლენა ქონოდათ. სააკაშვილის აღდგენილი ტაძრებისა რა მოგახსენოთ? ტაძრები თუ რამე აღდგა იმ პერიოდში, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ისიც აღდგენილი, რაც შეეხება დანგრეულ ტაძრებს სააკაშვილის დროს, ეს კარგად გვახსოვს. ყველას შეტევა ეკლესიაზე, ნგრევა გდანში ტაძრის, ნგრევა აჭარაში ტაძრის, ეს ყველაფერი საზოგადოება კარგად იცის. ცინიზმს არ აქვს საზღვარი და ამ ადამიანს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერზე ხელი მოაწეროს. ეკლესიასთან დამოკიდებულების ნაწილში ყველაფერი ნათელია, რაც ეწოლა მიდიოდა მაშინაც ეკლესიაზე და მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში არ არიან, ამას როგორ აგრძელებენ, ეს თვალნათლი ხდება. ყველას თვალწინ და ამის მტკიცებას აზრი აღარ აქვს. მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების სადმი, როცა ის ხელისუფლებაში იყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნახონ ეს საკითხები, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა საქართველოში იყო სისტემატური და სისტემური. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სატრანზიტო როლი. საქართველოს წარმატებებსა და გადარებული რეფორმების შესახებ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბერმან ლამმა ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან ინტერვიუში ისაუბრა. აღნიშნა, რომ რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს რეგულაციების სიმარტივისა და ეკონომიკური გახსნილობის კუთხით კარგი მდგომარეობა აქვს. ამასთან საქართველოს რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართა შორის სატრანსპორტო დერეფნებში საყრდენი ქვეყანაა. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ თანამშრომლობა რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და საერთო პრიორიტეტებზეა დაფუძნებული. საქართველოს ეკონომიკა მაჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით. საერთო ჯამში საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი მყარია. ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის შესაძლებლობებს გაძლიერდეს მისი როლი როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო კარიბჭე. რეგიონული ინტეგრაციისა და დაკავშირების მიმართ გრძელვადიანი ერთგულება ხელშეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას. საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზეც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და ზოგადად ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვასა და კერძო სექტორის აქტივობის გაძლიერებას. საქართველოს ფისკალური ჩარჩო წინდახედული და სანდოა, ხოლო ბოლო პერიოდის განვითარება ასახავს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას. 2025 წელს ფისკალური დეფიციტი შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2% შეადგინა, რაც ძლიერი შემოსავლების მობილიზებითა და ხარჯების უფრო ზომიერი ზრდით იყო განპირობებული. ამავდროულად საჯარო ვალი შემცირდა და ჩამოწდა მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია. საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ. წლების განმავლობაში ჩვენ შევქმნით ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და ინვესტიციების დროულ განხორციელებას ემყარება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. ნივთმტკიცება და ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი დანაშაული 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქართულ-ებრაული ურთიერთობები წარსული და თანამედროვეობა გაგიწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში განათლების მინისტრიც მონაწილეობდა. გივი მიქანაძემ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების საპატიო სტუმარს ქართველ ებრაელ ინჟინერს, მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს აბრაამ საპირს გადაუხადა. ღონისძიებაზე ქუთაისელ ებრაელთა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ლექსიკა, არსებული ფრაზეოლოგიზმები, ებრაული კულტურის ხელახალი გააზრება და სამშობლოს თემა ქართველ ებრაელთა პოეზიაში განიხილეს. დღევანდელი კონფერენცია ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ეხება და იმ მართლაც ძმური და ისტორიული რეალობის დადასტურება და გაგრძელება, რომელიც ქართულ და ებრაელ ხალხს შორის ისტორიულად არსებობს და განსაკუთრებით ქუთაისი ამ კუთხით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ ებრაული თემი ყოველთვის განსაკუთრებით ქუთაისთან და იმერეთთან იყო დაკავშირებული. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ამას, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში არა მხოლოდ კონფერენცია, არამედ ხალხთა შორის ურთიერთობა, იმ ისტორიის გაცოცხლება და საზოგადოებისთვის ცნობა, რომელიც ჩვენ ორ მოძმეერს გვაკავშირებს. წარმოდგენილი იყო ის არქივი, რომელიც ისრაელიდან გამოიგზავნა ჩვენთან საჩუქრად. ეს არის არქივი, რომელიც ბატონ აბრაამ საპირმა 1973 წლიდან დაიწყო შეგროვება და შექმნა ისრაელში. ალია საქართველოს არქივია, ეს არის ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ძალიან მრავალმხრივია და მრავალფეროვანია. ეს მიერ უნივერსიტეტის გადაცემული არქივი მისცემს საფუძველს მომავალ მეცნიერებს უფრო ღრმად შეისწავლონ ეს საკითხი ჩვენი ურთიერთობების. შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებები და აღსრულების მექანიზმები. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში მოქმედი გიდების 4 ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კვოტირების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი გიდების რესურსი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად პასუხობს. შესაბამისად გადაწყდა, რომ კულტურული გიდების მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვოტირება ნულოვანი დარჩება. შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონით უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. გიდების ასოციაციებისგან ერთხმად იყო მოთხოვნა, რომ უცხოელ გიდებს აეკრძალოთ საქართველოში მუშაობა, იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ეს ერთგვარად ართმევდა სამუშაო ადგილს, თუ ღია კონკურენციაში შედიოდნენ ქართველებთან. სახელმწიფომ გაითვალისწინა სექტორის მოთხოვნა და ნულოვანი კვოტით იქნა კულტურულ გიდებზე დაშვება უცხოელების. ერთხმად კვლავ იყო დაფიქსირებული, რომ საქართველოს გიდები აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნას, ენების იქნება ეს თუ კვალიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით და საქართველოს ამ ეტაპზე არ საჭიროებს უცხოენოვანი გიდების, უცხოელი გიდების კვოტირებას საქართველოში. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს იმის იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ ყველა შემოსულ ტურებს ყავდათ თავისი გიდები, გამყოლები, რომელიც თავის ისტორიებს ყვებოდნენ, რასაკვირველია და ჩვენ არ შეგვეძლო მათთვის რაიმის თქმა. თუმცა ახლა კანონი უკვე გვაიზულებს და გვავალდებულებს, რომ ამ ჯგუფებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, აუცილებლად უნდა აიყვანონ ქართველი გიდი და სწორედ მათ უნდა გააცნონ საქართველოს ისტორია, რომ არ მოხდეს დამახინჯება ჩვენი ისტორიის, რომელიც მერწმუნედ ყველას გვაღიზია. კანონთან დაკავშირებით და კვოტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ კანონს, ჩვენი პროფკავშირების და კონკრეტულად გიდების ასოციაციის დიდი სურვილიც იყო და ჩვენი გიდების არმიის დიდი სურვილი იყო, რომ ესეც ყოფილიყო, უფრო მეტი ხალხი და ქმდება, უფრო მეტი ადგილობრივი კადრის გადამზადების საშუალებაც არის, უკვე ძალიან ბევრი კიდე ემზადება, რახან უკვე კანონიც ხელს გვიწყობს. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით სკრინინგის ფართო მასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეების ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, ბედა, C ჰეპატიტების და HIV ინფექციის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდათ. კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი, რომელიც კვლევების და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები აჭარაში, სამეგრელო ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთში უკვე ჩატარდა. 15 ნოემბრამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს.
საბედნიერო ძალიან ბევრი ჯავშანი არის, ძალიან ბევრი მსურველი არის ჩაწერილი, ყველას აქვს სურვილი რომ ჩაიტაროს სკრინინგი და გამოავლინოს ადრეულ ეტაპზე თუ რაიმე დაავადება აქვს. ტარდება როგორც ძუძუს კიბოსკრინინგი, ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოსკრინინგი, B, C ჰეპატიტი, HIV ინფექცია, შიცის სკრინინგი და ჰიპერტენზიის სკრინინგი. სკრინინგში მონაწილე ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, მატულობს ადამიანების პასუხისგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რაც უწყობს ხელს ადრეულ დიაგნოსტიკას, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა უწყობს თავისთავად ხელს მდგრად ჯანმრთელობას. ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს 7 კორპუსში სრულიად გარემონტებული ბინები 1700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები ზუგდიდის პარალელურად კიდევ 3 ქალაქში თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება. სამშენებლო პროცესს ვასრულებთ ზუგდიდში, სადაც 1700-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა ბინა უნდა მიიღოს. ჩვენ ბინების გაცემას აქ ვაპირებთ მომავალი წლის გაზაფხულზე. დაწყებულია ყველა კორპუსში მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ძალიან მაღალ ტემპში, მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, როგორც ყველგან ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, კეთილმოწყობილი იქნება. ვინახულეთ ზუგდიდში მიმდინარე მშენებლობა, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შენდება აქ საცხოვრებელი ბინები და უახლოეს მომავალში დაიწყება ზუგდიდზე შევსებული განაცხადების შეფასება. შეფასების პროცესის დასრულებას ვფიქრობთ მიმდინარე წლის ბოლოსკენ, რის შემდეგაც დაიწყება უკვე შემდეგი პროცედურები, მონიტორინგი და კომისიური წესით მოხდება იმ ოჯახების შერჩევა, რომელსაც მომავალი წლის გაზაფხულზე გადაეცემა ბინები. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე პოსტების პირდაპირ ეთერს. პოლიტიკური პოსტი ნუგზარ ხალთასთან ერთად გააგრძელებს. ახალი ამბები კი ზუსტად 7-ზე ანა აშორდიასთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.